მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გამოშვებას Top News. ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებელს მზია ამაღლობელს დღეს ბათუმის რაიონულ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა. პროცესზე ჟურნალისტი მარია რესას წიგნით როგორ დავამარცხოთ დიქტატორი გამოცხადდა. ამაღლობელის სასამართლო პროცესი საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. იგი 11 და 12 იანვარს ორჯერ დააკავეს. მას უწყება პოლიციაზე თავდასხმაში სდებს ბრალს. გამოძიებაც ამ მუხლით არის დაწყებული. ტელეკომპანია TOK TV-მ სხვა საქართველოს რეგიონულ და ცენტრალურ მედიებთან ერთად პროტესტის ნიშნად მაუწყებლობა 5-დან 8 საათამდე შეწყვიტა. ეკრანზე ამ დროის განმავლობაში შავ ფონზე იყო წარწერა: ასეთი იქნება გარემო დამოუკიდებელი მედიის გარეშე, თავისუფლება მზიას. ამით ჩვენ გავაპროტესტებთ მზია ამაღლობელის დაკავება, რომელსაც პოლიციელის თავდასხმას ედავებიან. დღეს სახელმწიფო დროშის დღეა. ეს დღე პირველად 2012 წელს აღინიშნა. სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში. მათი განცხადებით ციტატა: იმედი გვაქვს, რომ ეს დროშა ერთ დღეს ევროპული ოჯახის ნაწილი გახდება. დღეს 14 იანვარს ვაშინგტონში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ვაშინგტონში სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს ხელს მოაწერენ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა 2024 წლის 30 ნოემბერს შეაჩერა. მიზეზი ქართული ოცნების ანტიდემოკრატიული ქმედებებია. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სახელმწიფო რესურსის და ხარჯების შემცირებას აპირებს. ცლად გიტოვებთ სტუდია ვაშინგტონს. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვევით ჩვენს ვებგვერდს TOK-TV.GR და Facebook გვერდს TOK TV. გმადლობთ, რომ გვიყურებთ. ხვალამდე. მილიარდერ მეწარმე ილონ მასკს ფედერალური ხარჯების 2 მილიარდით შეკვეცა სურს. ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინიციატივით შექმნილი მთავრობის ეფექტიანობის სააგენტოს თანათავმჯდომარე იქნება. სამთავრობო ხარჯების შემცირებას ამერიკელ ამომრჩევლებს აქამდე სხვა ლიდერებიც პირდებოდნენ. პრეზიდენტები ამა თუ იმ სახით მთავრობის ბიუჯეტის ან მისი როლის შემცირებაზე რესპუბლიკის დაარსებიდან საუბრობდნენ. ამერიკის მესამე პრეზიდენტმა თომას ჯეფერსონმა საბიუჯეტო თანხების დაზოგვის მიზნით 1800-იანი წლების დასაწყისში სამთავრობო და სამხედრო სამსახურების ნაწილი გააუქმა. 1930-იან წლებში დიდი დეპრესიის დროს ფრანკლინ დელანო რუზველტმა პირიქით ფედერალური სამუშაო ადგილების შექმნა და მილიონობით ადამიანი დაასაქმა, რამაც ქვეყნის ეკონომიკას სული მოათქმევინა. 80-იან წლებში რონალდ რეიგანმა 150 ბიზნეს ლიდერისგან სპეციალური კომისია შექმნა, რომელსაც მთავრობაში არაეფექტიანი მუშაობა უნდა აღმოეპყრა. პრეზიდენტმა რეიგანმა კომისიას მთავრობის შესახებ ისეთი ხედვა მოსთხოვა, რომლის მიხედვითაც ის როგორმე ბიზნესის მსგავსად უნდა ამუშავებულიყო. მაგრამ როგორც რონალდ რეიგანის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ვებგვერდი ამბობს, რეკომენდაციების უმეტესობა ვერასდროს დაინერგა, განსაკუთრებით ის ნაწილი, რომელიც კონგრესს უნდა დაემტკიცებინა. და მაინც ისტორიკოსების ნაწილის აზრით რეიგანის უდავო მიღწევაა ის, რომ მან შეძლო ყურადღების გამახვილება საზოგადოების საკეთილდღეოდ მთავრობის როლის შემცირების აუცილებლობაზე. ეს წინა საუკუნის ხედვასთან შედარებით ძირეული გარდატეხა იყო, რომელსაც საზოგადოებაში მთავრობის როლის გაზრდა სურდა. 90-იანებში იგივე ბილ კლინტონმაც სცადა, მან ფედერალური სამუშაო ადგილები საჯარო სამსახურში 300,000-ით შეამცირა. ეს თანამედროვე ეპოქაში შემცირების მხრივ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ადმინისტრაციის მაგალითია.
დონალდ ტრამპმა შემცირებები პირველი ვადისასაც დაიწყო და მთავრობაში ახალი სამუშაო ადგილების გახსნა შეაჩერა. ახლა მას საქმის უფრო ეფექტიანად დასრულება სურს, მაგრამ რამდენად შესაძლებელია მთავრობისადმი ბიზნეს მოდელის მისადაგება. თავრობა როცა ხარ, ხალხზე ხარ პასუხისმგებელი. შენი მიზანი არა ფულის კეთება, არამედ მომსახურების მიწოდება და ერის დაცვაა. კერძო სექტორში უამრავი მაქინაცია და სიყალბეა. არ ვარ დარწმუნებული, რომ ბიზნესიდან მოსული ადამიანები ამ საქმისთვის საუკეთესონი იქნებიან. წინამორბედებისგან განსხვავებით, ტრამპი ერთ დამატებით გზას იყენებს, რომელზეც წინა პრეზიდენტებს ხელი არ მიუწვდებოდათ. სოციალური მედიის წყალობით გაცილებით სწრაფი და მრავალმხრივი პასუხი იქნება. კონგრესი დღეს გაცილებით მეტად რეაგირებს სოციალურ მედიაზე, ვიდრე ძველმოდურ წერილებზე, რომელთაც ისინი უწინ იღებდნენ. ბევრ შემთხვევაში ცვლილებები ჯერ ისევ კონგრესმა უნდა დაამტკიცოს.